ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ რაოდენიც რა ისთხოვოთ მამას სახელითა ჩემითა მოგცეს თქვენ, აქამდე არა გითხოვიათ სახელითა ჩემითა, ითხოვდეთ და მოიღოთ, რათა სიხარული თქვენი სავსებით იყოს. აი აქ ყოველთვის საჭიროა ამ სიტყვების განმარტება, იმიტომ რომ ადამიანი ფიქრობს, რომ რადგან ეს სიტყვები სახარებაში წერია და ბუნებრივია მჯერა რომ ნამდვილია, ამიტომ უნდა რასაც მე ვიტყვი, ის უნდა შესრულდეს და ეს ამას არ ნიშნავს. წარმოიდგინეთ, პავლე მოციქულმა ხომ იცოდა ეს სიტყვები? პავლე მოციქული ხო პირადად იცნობდა ქრისტეს, არა ხორციელად, არამედ მერე გამოცხადებით. და პავლე მოციქული ევედრება, რომ ავათავარ და განკურნე და გამოცხადებით ეუბნება, არ განკურნავ. ანუ რას ნიშნავს მაშინ ეს სიტყვები? პავლე მოციქულს თავი მოკვეთეს და რას ნიშნავს მაშინ ეს სიტყვები? ამინ გეტყვით თქვენ, რაოდენიც რა ისთხოვოთ მამას სახელითა ჩემითა იგი მყო. აი აქ რას ნიშნავს და აქვე არის პასუხი. რათა სიხარული თქვენი სავსებით იყოს, ანუ ის რაც ჩვენ სიხარულს მოგვანიჭებს, ოღონ არა მიწიერს, არამედ იმ სიხარულს, რომელიც არასოდეს წაგვერთმევა, სიხარული ღმერთთან ყოფობისა და სხვა ადგილას, ისევე იოანეს სახარებაში განმარტავს, რას ნიშნავს ეს სიტყვები, როდესაც აი ამ სიტყვებს მოაყოლებს, რომ სულიწმინდა ღმერთი მოვა, თუ ჩვენ ვითხოვთ და დამკვიდრდება ჩვენში. ანუ როცა ჩვენ გადავიქცებით ღვთის ტაძრად და რა თქმა უნდა, როცა ჩვენი სათხოვარი ღვთის ნებასთან თანხვედრაშია. მუდამ გვახსოვდეს ეს. მთელი პრობლემა ჩვენი სულიერი ცხოვრებისა, სულ ამას გიმეორებთ, არის ის, რომ ჩვენ არ გამოვეძიებთ ღვთის ნებას. სულ მუდამ გვატყვილებს საკუთარი სიმართლე. ჩვენი ემოციები, ჩვენი ბრძნობები, ჩვენი სააზროვნო აპარატი სულ გვისრებს წინ და ნებისმიერი მოვლენას ჩვენ დიაგნოზს უსვავთ და ჩვენი სიმართლით და ჩვენი ხედვით და ჩვენი შეგრძნებით განვარტავთ და შესაბამისად მოქმედებთ. ხშირად ადამიანი ამ დროს ტყვილდება საკუთარი სიმართლით. აი ყოფილა შემთხვევა, მაგალითად ადამიანი რაღაცას მოქმედებს, რაღაცას ამბობს, რაღაცას აკეთებს, არის მართალი. გავა წლები და მე ანალიზს აკეთებს და აიტყვის, რომ მე დიახაც ეხლაც ვამბობ, რომ მაშინ მართალი ვიყავი, მაგრამ ჩემი ქმედება არ იყო ღვთისათვის სათნო. იმიტომ რომ ღვთის ნების საწინააღმდეგო იყო. ესე იგი, ეს არის მოცემულობა ობიექტური. შეიძლება შენ იყო მართალი ობიექტურად მიწიერ სიფრთხეში, მაგრამ შენი სიმართლე არ იყოს თანხვედრაში ღვთის ნებასთან. ამის მაგალითები ხო ბევრია წმინდა წერილში, რაც მე თქვენთვის ხშირად მომყავს. როცა შენი სიმართლე ობიექტურად მართლა სიმართლეა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ძალიან ადვილია, რომ ამ დროს როცა ღმერთს ევედრები, რომ ეს სიმართლე გინდა რომ აღსრულდეს, მაგრამ არ სრულდება. და რატომ? იმიტომ რომ მართალი კია, მაგრამ ღვთისნებათა თანხვედრაში არ არის. გამოუკვლეველ არიან გზანი უფლისანი. და სხვა არის ჩვენი სიმართლე და სხვა არის საღვთო სიმართლე. სხვა არის ჩვენი სიცოცხლე ამ ქვეყნიური და სხვა არის მარადიული სიცოცხლე, რომელშიც ჩვენ უნდა შევიდეთ. აი აქ ჭირდება ადამიანს სწორედ გონიერება, რომელიც ვლინდება ჩვენი ღვთის განგებულებისადმი მორჩილებაში. ეს თუ არ ვისწავლეთ, ჩვენ ჭირს საკუთარ თავს თავად მოვაწევთ და თავად მე წავართმევთ უნარს სიხარულისა. და არავის დევნა აღარ გვჭირდება მაშინ, როცა ჩვენშივე იქნება ბრძოლა და ჩვენვე შეგვებრძოლება ჩვენივე თავი სწორედ ობიექტური სიმართლით.